რეკომენდაცია ლომებისთვის ამ შემთხვევაში საუბარია მზით ლომზე, მთვარით ლომზე, ასცენდენტით ლომზე, ან დომინანტ ნიშნით, ან სტელიუმით ლომზე. პირველ რიგში რაც ლომს სჭირდება, რეკომენდაცია ეს არის ზომიერება ყველაფერში. ლომს ხშირად ახასიათებს ქაოსამდე მიყავთ ხოლმე თავიანთი ცხოვრება, არაფერი დაგეგმილი არ არის, არაფერი წინასწარ დალაგებული არ არის, ძალიან ქაოსური. არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში, რაღაც ეტაპზე მათი ცხოვრება, ამიტომ აუცილებელი არის ყველაფერში ზომიერება. მათ შორის, რა თქმა უნდა, კვებაში ზომიერება, მეტი დატვირთვა ხდება სისხლზე, სისხლის სისუფთავის შენარჩუნებაზე. შესაბამისად, კარგი იქნება წითელი ფერის ხილი, წითელი ფერის ბოსტნეული, წიწიბურა, აუცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს, ციტრუსები არის ისევ კარგი. ყურადღება უნდა მიექცეს ფარისებრ ჯირკვალს, ღვიძლს, თირკმელს და ასე შემდეგ. ეს ორგანოები მაქსიმალურად უნდა იყოს, ესე ვთქვათ, ყურადღების ქვეშ, რომ სისხლის სისუფთავე მაქსიმალურად დაიცვას ლომმა. არ არის რეკომენდირებული ხორცეული, არ არის რეკომენდირებული ცომეული და ალკოჰოლი არის რეკომენდირებული მცირე რაოდენობით. ყველაფერში ზომიერება არის აუცილებელი, არაფერში გადაჭარბება არ შეიძლება. ეს ეხება სიყვარულსაც, ეს ეხება გართობასაც, ეს ეხება სამსახურსაც, ყველაფერში საჭირო არის ზომიერება. რეკომენდაცია ქალწულებისთვის. ქალწულების შემთხვევაში ეს არის საუბარი, აქ არის საუბარი მზით ქალწულზე, მთვარით ქალწულზე, ასცენდენტით ქალწულზე, დომინანტ ქალწულზე და სტელიუმით ქალწულზე. ხშირ შემთხვევაში ქალწულები ზოგადად არიან ძალიან კარგად გამოცდი თვითჩაგონება. შესაბამისად, უფრო მომართულები არიან ნეგატივზე და ბუზის სპილოდ გადაქცევა კეჭხების არ იყოს ძალიან კარგად გამოცდით. შესაბამისად, აუცილებელია, რომ იფიქრონ ყოველთვის პოზიტიურად. მით უმეტეს კვების პროცესში აბა სჭირდება რეგულარული ქალწულს, ეს უნდა იყოს გრაფიკის მიხედვით, მცირე პორციებად, მაგრამ მცირე ულუფები ბევრჯერ დღის განმავლობაში. საკვები უნდა იყოს ახალი, საკვები უნდა იყოს ლამაზი, ესთეტიური უნდა იყოს და კვების დროს ადამიანი უნდა იყოს მომართული მაქსიმალურად დადებითად, პოზიტიურად. ყველაფერზე კარგზე უნდა ფიქრობდეს, იმიტომ რომ როდესაც ცუდი არის გარემო, ნეგატიური არის გარემო, ეს და ნეგატიურ გარემოში როდესაც იკვებება, ესეთი ადამიანისთვის ესეთი საკვები არის შხამი. შესაბამისად, როდესაც საქმე ეხება ქალწულს, ზოგადად მისი ფიზიკური ჯანმრთელობა ძალიან არის დაკავშირებული მენტალურ ჯანმრთელობასთან და შესაბამისად, როდესაც ფიქრობს ცუდს, ორგანიზმი გახდება ცუდად. იგივენაირად, როდესაც ცხოვრობს ცუდ გარემოში, მისთვის ცუდ გარემოში, მისთვის სტრესულ გარემოში, ნეგატიურ გარემოში, იგივენაირად ავადმყოფობს. ანუ ნერვებზე არის ძალიან დამოკიდებული ამ ქალწულის ჯანმრთელობა. ამიტომაც მაქსიმალურად სტრესს უნდა მოერიდოს, მაქსიმალურად აღქმა უნდა გამოიმუშაოს ისეთი, რომ ყველაფერში ხედა შედარებით უფრო მსუბუქად, შედარებით უფრო მარტივად, შედარებით უფრო პოზიტიურად და ესეთ შემთხვევაში ჯანმრთელობის პრობლემები უფრო ნაკლებად შეაწუხებს ქალწულს.